საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ყველაზე შორეულ და შესაძლოა ყველაზე საინტერესო მოგზაურობას დროის სიღრმეებში. ჩვენ არ ვეძებთ ოქროს ან არტეფაქტებს, არამედ გაცილებით ძვირფას და მიუწვდომელ რაღაცას, ბედნიერების საიდუმლოებებს უძველესი ცივილიზაციებიდან. დახუჭეთ თვალები, იგრძენით თქვენი ზეწრების რბილობა და წარმოიდგინეთ ჰაერში მოტივტივე ოქროსფერი მტვერი. ეს არის ათასწლეულების მტვერი, რომელიც ეყრდნობა სამარხების კედლებს, ზიგურატების თავზე და დავიწყებულ პაპირუსებს. თითოეული დიდი ცივილიზაცია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ისტორიაში, ეძებდა პასუხს იმავე კითხვაზე, რომელიც დღესაც გვაწუხებს: როგორ ვიცხოვროთ კარგად, როგორ ვიპოვოთ სიმშვიდე და კმაყოფილება. შეუძლიათ თუ არა ფარაონების, პირამიდების მშენებლების ან ბერძნული პორტიკებიანი ფილოსოფოსების ჩურჩულს მოგვაწოდონ ის გასაღებები, რომლებიც ვერ ვიპოვეთ ჩვენს თანამედროვე ინფორმაციით გადატვირთულ ცხოვრებაში? წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ნილოსის ნაპირზე ისეთ ადგილას, სადაც მდინარე არა მხოლოდ წყალია, არამედ არტერია, რომლის მეშვეობითაც თავად სიცოცხლე მიედინება. მზე უკვე ჩასულია და ცა სპილენძითა და ინდიგოთი ღებავს. სიჩუმე გეხვევა, რომელსაც მხოლოდ წყლის შხუილი და პაპირუსის შრიალი არღვევს. ჩვენ ძველ ეგვიპტეში ვართ და სწორედ აქ იწყება ჩვენი ძიება. ეგვიპტელები, რომლებიც თითქოს სიკვდილითა და სიკვდილის შემდგომი ცხოვრებით იყვნენ შეპყრობილნი, სინამდვილეში ღრმად იყვნენ მოხიბლულნი იმით, თუ როგორ ეცხოვრათ კარგად მიწიერი ცხოვრებით. ისინი თვლიდნენ, რომ ბედნიერებისა და მარადიული კურთხევის გასაღები არა სიმდიდრესა და ძალაუფლებაში, არამედ გაცილებით დახვეწილ და ყოვლისმომცველ რაღაცაში იმალებოდა, რასაც ისინი მაათს უწოდებდნენ. მაატი არ არის ქალღმერთი თავისი სუფთა სახით, თუმცა ის ხშირად გამოსახულია, როგორც ქალი თავზე სირაქლემას ბუმბულით. პირიქით, ეს არის უნივერსალური, კოსმიური პრინციპი. წარმოიდგინეთ სრულყოფილი წესრიგი, ბალანსი, სამართლიანობა, სიმართლე, კანონი, მორალი, წონასწორობა. ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული სამყარო და ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული ადამიანის სული. ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მათი მოვალეობა იყო ამ სამყაროში მაატის დაცვა, ქაოსის იფსეთის წინააღმდეგობა. როდესაც მაატის შესაბამისად ცხოვრობდი, ბედნიერი იყავი. დაფიქრდით, რამდენად ხშირად ჩვენი თანამედროვე შფოთვა ქაოსის, უსამართლობისა და წესრიგის დარღვევის გრძნობიდან მომდინარეობს. ჩვენ ბედნიერებას ვეძებთ კონტროლში, წარმატებაში, ახალშენაძენებში, მაგრამ ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ბედნიერება მაშინ მოდის, როდესაც უბრალოდ ამ უნივერსალური ბალანსის ნაწილი ხდები. ეს ნიშნავს ვაჭრობაში პატიოსნებას, მეზობლების მიმართ კეთილგანწყობას, უფროსების მიმართ პატივისცემას და, რაც მთავარია, სიმართლის თქმას. ოსირისის განკითხვისას სიკვდილის შემდეგ ადამიანის გული მაატის ბუმბულზე იწონებოდა. თუ გული მსუბუქი იყო, ეს ნიშნავდა, რომ ადამიანი წონასწორობაში ცხოვრობდა და იარუს მინდვრებში მარადიული ბედნიერება გარანტირებული ჰქონდა. ეს რწმენა მათ წარმოუდგენელ სიმშვიდეს ანიჭებდა. რატომ უნდა ინერვიულოთ წვრილმანებზე, როდესაც მთელი თქვენი ცხოვრება კოსმიური წესრიგის შენარჩუნების აქტია? მათი ბედნიერება ფუნდამენტური იყო. ის არა წარმავალ სიამოვნებებზე, არამედ მთლიანობისა და სიმართლის ღრმა გრძნობაზე იყო დაფუძნებული. ისინი სახლებს ეფემერული ტალახისაგურისგან აშენებდნენ, იმის გაგებით, რომ ისინი მხოლოდ დროებითი თავშესაფრები იყო. მაგრამ მათი სამარხები, მარადისობის სახლები, გრანიტისა და კირქვისგან ააგეს, ისინი გარანტირებულ ბედნიერებაში ინვესტიცია იყო, რომელიც მათი მიწიერი ცხოვრების დამსახურებაზე იყო დაფუძნებული. როდესაც დიდ პირამიდებს ვუყურებთ, ადვილია მხოლოდ ტირანიისა და შრომის დანახვა. მაგრამ შეეცადეთ მათში დაინახოთ რწმენის კოლექტიური აქტი, მაატის გაგრძელებისკენ მიმართული დიდი რიტუალი. თითოეული იდეალურად განლაგებული ქვის ნაგებობა, თითოეული ფრთხილად ამოტვიფრული იეროგლიფი, იმ წესრიგის გამოხატულება იყო, რომელსაც ისინი ასე აფასებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მათი ფარაონი, როგორც მაატის ცოცხალი განსახიერება, უზრუნველყოფდა ქვეყნის კეთილდღეობას და მისთვის მუშაობით, ისინი მუშაობდნენ საკუთარი ბედნიერებისთვის და მთელი სამყაროს ბედნიერებისთვის. ეს არ იყო პასიური ცხოვრების წესი. მაატის შენარჩუნება მუდმივ ძალისხმევას და ცნობიერებას მოითხოვდა. ეს იყო ყოველდღიური პრაქტიკა, საკუთარი აზრების, სიტყვებისა და ქმედებების შემოწმება. წარმოიდგინეთ მოხუცი მწიგნობარი, რომელიც საღამოს ზის და დღის მოვლენებს ამოწმებს. იყო თუ არა ის პატიოსანი? იყო თუ არა სამართლიანი თავისი სტუდენტის მიმართ?
ხომ არ იპარავდა წუთებს თავისი მასწავლებლისგან. ყოველი კი მას ჰარმონიასთან აახლოებდა. ყოველი არა მოითხოვდა დაუყოვნებლივ შესწორებას და ბალანსის აღდგენას. ეს მუდმივი შინაგანი აუდიტი ქმნიდა მორალური კომფორტის განცდას, რაც მშვიდობის ძლიერი წყაროა, თუნდაც ყველაზე რთულ ვითარებაში. დაფიქრდით, როგორ ეპყრობოდნენ ეგვიპტელები თავიანთ ოჯახებს. ამ საზოგადოებაში ბედნიერება განუყოფლად იყო დაკავშირებული ოჯახის კეთილდღეობასთან. მშობლების პატივისცემა, შვილებზე ზრუნვა, ქორწინებაში ერთგულება ეს ყველაფერი ასევე მაათის ნაწილი იყო. მათი სასიყვარულო სიმღერები და სწავლებები მაგალითად პტაჰოტეპის სწავლებების სავსე არჩევებით, თუ როგორ ვიპოვოთ ბედნიერება სიკეთით, კეთილშობილებითა და ზომიერებით. ისინი არ მისდევდნენ ზედმეტობას, თვლიდნენ, რომ სიხარბე არღვევს ბალანსს და მაშინვე იზიდავს ქაოსს. ისინი აფასებდნენ კარგად გატარებული დღის მარტივ სიხარულს, სახლში მოხარშული ლუდის გემოს და კერის სითბოს. მათი რელიგია სავსე აღორძინებისა და რასმზის ბარკის ფერადი მითებით ყოველდღიურ მოგზაურობაში, მათ აძლევდა ნდობას, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლი მარადიული წესრიგის ნაწილია, მაათის ნაწილი. იმის ცოდნა, რომ არ ქრებოდი, არამედ გადადიოდი არსებობის სხვა ფაზაში, იმ პირობით, რომ სამართლიანად იცხოვრებდი, ხსნიდა შიშისა და შფოთვის დიდ ნაწილს, რაც ხშირად ჩრდილავს ჩვენს თანამედროვე ბედნიერებას. სიკვდილი არ იყო დასასრული, არამედ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გადასვლა თქვენს მაათის პრაქტიკაში. კომფორტულად მოკალათ დიდ თქვენს საწოლში. მიეცით მაათის ამ უძველეს, ღრმა იდეას საშუალება, შეაღწიოს თქვენს ცნობიერებაში. იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც სწორად, სამართლიანად და დაბალანსებულად გეჩვენებათ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ძილის რეჟიმი, თქვენი გულწრფელობა საყვარელ ადამიანებთან, თქვენი სამუშაო. იგრძენით, თუ როგორ მოგანიჭებთ წესრიგის ეს გრძნობა სიმშვიდეს. ჩვენ ვიწყებთ ჩვენს მოგზაურობას საფუძვლით, ბედნიერებისთვის, თქვენ უბრალოდ უნდა იცხოვროთ სწორად უფრო დიდი, უნივერსალური დიზაინის ფარგლებში. ეგვიპტის ოქროსფერი ქვიშების დატოვებით აღმოსავლეთისკენ მივემგზავრებით იმ მიწებისკენ, რომლებსაც საკუთარ თავს მესოპოტამიას, ანუ მესოპოტამიას ცივილიზაციის აკვანს უწოდებდნენ. აქ, ტიგროსისა და ევფრატის ხეობებში, სადაც დამწერლობა, ქალაქები და პირველი კანონები დაიბადა, ბედნიერებისადმი კიდევ ერთ უნიკალურ მიდგომას ვპოულობთ, სრულიად განსხვავებული ეგვიპტური წონასწორობისგან. ეს იყო ცხოვრება, რომელსაც მართავდნენ ძლიერი, ხშირად კაპრიზული ღმერთები და აქ ბედნიერების კონცეფცია ღრმა მოვალეობისა და მსახურებაში ნაპოვნი მნიშვნელობის გრძნობაში იყო დაფუძნებული. წარმოიდგინეთ, რომ ბაბილონში, ანუში უზარმაზარი, ტერაკოტის სიგურატის ჩრდილში დგახართ. მისი საფეხურები ცას სწვდება, თითქოს ეს კიბე იყოს, რომლითაც ღმერთები დედამიწაზე ჩადიან. ეგვიპტელებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ თავს მაათის მხარდაჭერის თანამებრძოლებად თვლიდნენ, შუმერისა და აქადის მკვიდრნი საკუთარ თავს უფრო მსახურებად ან, საუკეთესო შემთხვევაში, ღვთაებრივ ფერმაში გმუშებად თვლიდნენ. მათი აზრით, მათი სიცოცხლე ერთი მიზნით იყო მოცემული, ღმერთების კომფორტისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ, თავის მხრივ, ქალაქის კეთილდღეობა და მოსავალი უზრუნველყოფილიყოთ. ამ კულტურაში ბედნიერება პირდაპირ კავშირში იყო მოვალეობის შესრულებასთან. ეს არ იყო უაზრო გართობა ან სიხარულის ინდივიდუალური ძიება. ეს იყო ღრმა ეგზისტენციალური კმაყოფილება დიდ, თუმცა გარკვეულწილად შემაშფოთებელ, კოსმიურ მექანიზმში საკუთარი ცვლილის შეტანით. ყველა მკვიდრს ჰქონდა თავისი როლი, მღვდელი, რომელიც ზედამხედველობდა ტაძრის რიტუალებს, ფერმერი, რომელიც ყველასთვის საკვებს ამარაგებდა, მშენებელი, რომელიც დაცვისთვის კედლებს აშენებდა. და როდესაც შენს როლს კარგად ასრულებდი, თავს მნიშვნელოვნად გრძნობდი. მნიშვნელობის ეს გრძნობა მათი ბედნიერების საიდუმლო იყო. დაფიქრდით მღვდლებზე, რომლებიც საათობით აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. ისინი თვლიდნენ, რომ ყველაფერი, რაც ცაში ხდებოდა, დედამიწაზეც აისახებოდა. პლანეტის ყველა მოძრაობას, მთვარის ყველა ფაზას მნიშვნელობა ჰქონდა. მათთვის ბედნიერება მდგომარეობდა ამ უზარმაზარ, წინასწარ განსაზღვრულ კოსმიურ წესრიგში მათი ადგილის გაგებაში. ისინი არ ცდილობდნენ ბედის შეცვლას, ისინი ცდილობდნენ მის წაკითხვას და მისთვის მომზადებას. წინასწარ განსაზღვრულის მიღების ეს უნარი ათავისუფლებდა მათ უბედურების გამო პირადი დანაშაულის ტვირთისგან.
თუ წყალდიდობა ან მოსავლის უკმარისობა მოხდებოდა, ეს შენი ბრალი არ იყო, ეს იშთარის ან ენკისრის სხვა იყო. თქვენი ამოცანა იყო მათი დასამშვიდებლად რიტუალის სათანადოდ შესრულება. ცხოვრებისადმი ამგვარმა შეხედულებამ საინტერესო ფილოსოფიურ დასკვნამდე მიგვიყვანა, თავმდაბლობა ბედნიერების ერთ-ერთი ფორმაა. შუმერები ხვდებოდნენ, რომ პატარები იყვნენ, მათი სიცოცხლე ხანმოკლე და სტიქიებისა და ღმერთების წყალობაზე იყვნენ დამოკიდებული. ამის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მათ სიმშვიდე მიღებაში იპოვეს. გაიხსენეთ გილგამეშის ეპოსი, სადაც გილგამეში უკვდავების ძიებისას საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ნამდვილი უკვდავება და ბედნიერება არა მარადიულ სიცოცხლეშია, არამედ მემკვიდრეობაში, რომელიც მან დატოვა თავის ქალაქ ურუქში, მის ძლიერ კედლებში. შეხედე, უტნაფიშტიმ, ურუქის კედლებს. შეხედე, როგორ ბრწყინავს მისი გარე გალავანი სპილენძის მსგავსად. შეეხე მის ზღურბლს, რომელიც უძველესია როგორც სამყარო. წადი, ადი ურუქის კედელზე და იარე მასზე, შეისწავლე მისი საძირკველი, შეისწავლე აგურის კონსტრუქცია. განა მისი აგური არ არის გამომცხვარი. განა შვიდმა ბრძენმა არ ჩაუყარა მისი საფუძველი. ეს მონაკვეთი ასახავს საზოგადოების საკეთილდღეოდ ძლიერი და გამძლე რაღაცის შექმნის ღრმა კმაყოფილებას. ბედნიერება კოლექტიურ წარმატებაში საზოგადოების ქალაქ-სახელმწიფოს კეთილდღეობაში მდგომარეობდა. თუ ქალაქი აყვავდება, მაშინ შენც აყვავდები, თუნდაც მხოლოდ წყლის მზიდავი ან ქსოველი იყო. თუ ეგვიპტე შინაგანად თავის მაათზე იყურებოდა, მესოპოტამია გარეთ ღვთაებრივ სამყაროსა და საზოგადოებრივ მოვალეობაზე იყურებოდა. ამან წარმოუდგენელი შრომის ეთიკა შექმნა. ღმერთების სიამოვნებისთვის ადამიანმა უნდა იმუშაოს. სარწყავი არხები უნდა აშენდეს, ფრთხილად უნდა ინახებოდეს ჩანაწერები და კანონი უნდა იქნას შესწავლილი. ჰამურაბის კოდექსი, თუმცა ერთი შეხედვით მკაცრი, სინამდვილეში სამართლიანობის სისტემატიზაციის მცდელობა იყო, რათა ადამიანებმა სცოდნოდათ თამაშის წესები. წესების ცოდნა მათ საშუალებას აძლევდა, დაეცვათ ისინი და ეს სტაბილურობას ქმნიდა. არა პროგნოზირებად სამყაროში სტაბილურობა კი ბედნიერების ნახევარია. დაფიქრდით, როგორ ეძებენ თანამედროვე ადამიანები აზრს თავიანთ საქმიანობაში, საზოგადოებაში შეტანილ წვლილში. შუმერებმა და ბაბილონელებმა ეს პრობლემა ათასობით წლის წინ გადაჭრეს. ისინი ამბობდნენ, შენი აზრი შენს ფუნქციაშია. შენ დიდი, რთული მექანიზმის ნაწილი ხარ. თუ შენს მექანიზმებს ერთგულად ატრიალებ, მექანიზმი იმუშავებს და შენ სიმშვიდეს იპოვი. შენი პირადი სიმშვიდე სწორად შესრულებული სამუშაოს თანმდევი პროდუქტია. ჩვენ ხშირად ვეძებთ პირად ბედნიერებას, ვფიქრობთ, რომ ის უნიკალური და ინდივიდუალური უნდა იყოს. მესოპოტამიელებმა აჩვენეს, რომ ბედნიერება შეიძლება იყოს საერთო კოლექტიური გამოცდილება, რომელიც ფესვგადგმულია საერთო შრომასა და საერთო რწმენაში. ისინი არ იტანჯებოდნენ ჩვენი თანამედროვე პირადი წარმატებისკენ სწრაფვით, რაც ხშირად იზოლაციის შეგრძნებას გვტოვებს. მათი წარმატება ქალაქის წარმატება იყო. ახლა როცა ისვენებთ, მიეცით საკუთარ თავს საშუალება, იგრძნოთ კარგად შესრულებული სამუშაოს კმაყოფილება. წარმოიდგინეთ, რომ დგამთ თქვენს თიხის ფირფიტას ლურსმული დამწერლობით, გრძნობთ დაღლილობას, მაგრამ ამავდროულად ღრმა მიღწევის გრძნობას. თქვენ წვლილი შეიტანეთ ზიგურატის მშენებლობაში, მინდვრების მორწყვაში, წესრიგის შენარჩუნებაში. ეს არის საიმედო ბედნიერება, რომელიც არ არის დამოკიდებული იღბალზე ან წამიერ განწყობაზე, არამედ თქვენს მონდომებასა და თქვენი ადგილისადმი ერთგულებაზე. ეს გრძნობა, რომ რაღაც უფრო დიდის ღვთაებრივი გეგმის მარადიული ქალაქის, ძლევამოსილი მდინარის აძლევდა მათ ძალას და სიმშვიდეს. ეს ბედნიერება არ არის ხმამაღალი ის მშვიდი, ღრმა, როგორც ძველი ბაბილონის კედლების მიერ მოფენილი ჩრდილი. თავმდაბლობა ბედისწერის წინაშე და სიამაყე საკუთარი მოვალეობის მიმართ ეს არის მათი კეთილდღეობის ორი საყრდენი. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება და ჩვენ უფრო აღმოსავლეთით მივდივართ, იდუმალ და ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილ ინდის ველში, სადაც ჰარაპანის ცივილიზაცია აყვავდა. ეს დაახლოებით 4500 წლის წინ მოხდა. ეგვიპტის მონუმენტური სამარხებისა და მესოპოტამიის საომარი ეპოსებისგან განსხვავებით, ჰარაპა და მოჰენჯო-დარო წარმოუდგენელი, თითქმის უტოპიური ორგანიზაციისა და, რაც ყველაზე გასაოცარია, მშვიდობის ქალაქებად გვეჩვენება.
აქ ჩვენ ხვდებით ბედნიერების სრულიად განსხვავებული საიდუმლოს მინიშნებებს შინაგან ჰარმონიას, რომელიც მიიღწევა სიმარტივისა და სულიერების მეშვეობით. წარმოიდგინეთ, რომ მოჰენჯო-დაროს ქუჩებში სეირნობთ. ქალაქი გასაოცარი სიზუსტით არის დაგეგმილი, იდეალურად სწორი ქუჩები, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება, განვითარებული სადრენაჟე სისტემა და მსგავსი ზომის საცხოვრებელი შენობები. არ არის აშკარა სამეფო სასახლეები, არც ტაძრები მაღლას წევს მთელ ქალაქს, როგორც ეს ბაბილონშია. როგორც ჩანს, ეს საზოგადოება თავს არიდებდა დემონსტრირებად სიმდიდრეს და მკვეთრ სოციალურ სტრატიფიკაციას. მათი ბედნიერება სავარაუდოდ არა ძალაუფლების გარეგნულ დემონსტრირებაში, არამედ მოწესრიგებულ, მშვიდობიან და თანასწორ ცხოვრების წესში მდგომარეობდა. არტეფაქტების პატარა, ნატიფი ბეჭდების, თიხის ფიგურების დათვალიერებისას ჩვენ ვხედავთ ღრმა სულიერი პრაქტიკის მტკიცებულებებს. აქ აღმოჩენილია სურათები, რომლებსაც ბევრი მკვლევარი იოგას პოზების ადრეულ პროტოტიპებად მიიჩნევს. თუ ასეა, ჰარაპელები შესაძლოა ერთ-ერთი პირველი ცივილიზაცია იყვნენ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ბედნიერების გზა საკუთარი სხეულისა და გონების დაუფლებაში იმალებოდა. მათთვის ბედნიერება სავარაუდოდ გონებრივ დისციპლინასა და ცხოვრების სიმარტივეში იმალებოდა. ისინი ენერგიას არ ხარჯავდნენ უზარმაზარი არმიების შექმნაზე ან მდიდრული სამკაულების შექმნაზე. მათი ენერგია მიმართული იყო სისუფთავის შენარჩუნებისკენ, მათი აბანოები და კანალიზაციის სისტემები უპრეცედენტო იყო მათი დროისთვის და, შესაძლოა, შინაგანი თვითგანვითარებისკენ. სხეულის სისუფთავე და გონების სისუფთავე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იყო. მათ კულტურაში დიდი ომების ან ძალადობის ნიშნები არ ჩანდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მშვიდობას უმაღლეს სიკეთედ აფასებდნენ. მიეცით საკუთარ თავს საშუალება იგრძნოთ ეს ატმოსფერო. ინდუსის ველის ცხელი ჰაერი, თიხისა და სანელებლების სურნელი და სიჩუმე. ეს არ არის უდაბნოს ყრუ სიჩუმე, არამედ კონცენტრაციის სიმშვიდე. ცხოვრება ნელა რიტმულად მიედინებოდა, სოფლის მეურნეობის ციკლებს და შესაძლოა მედიტაციურ პრაქტიკებს მიჰყვებოდა. როდესაც გარეგანი ცხოვრება მინიმალისტური და მოწესრიგებული იყო, გონებას და მშვიდების შესაძლებლობა ჰქონდა. ამ კულტურაში, რომელსაც როგორც ჩანს ძლიერი დესპოტური მმართველი აკლდა, ბედნიერება შინაგანი სამყაროსადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი იყო. თუ გაკვეთილებს ვეძებთ, ესენია მინიმალიზმი, მოერიდეთ ექსცესებს, რომლებიც შურსა და შფოთვას იწვევენ. დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ. მოწესრიგებულობა, შექმენით სტრუქტურა თქვენს გარშემო და შიგნით, რომელიც ხელს უწყობს სიმშვიდეს. მათი ქალაქი თავად იყო მშვიდი გონების მეტაფორა. შინაგანი მუშაობა, გამონახეთ დრო პრაქტიკისთვის, რომელიც აკავშირებს სხეულსა და გონებას, შესაძლოა ადრეული იოგა ან მედიტაცია. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც გამთენისას მოჰენჯო-დაროში, თავისი სახლის სახურავზე ლოტოსის პოზაში ზის. ის არ ელოდება ღმერთებისგან ბედნიერებას, როგორც მესოპოტამიაში და არც ცდილობს მის მიღწევას გარეგანი წესრიგით, როგორც ეგვიპტეში. ის ქმნის მას საკუთარ თავში. ის სუნთქავს. ის აკვირდება თავის აზრებს. ამ სიმშვიდეში დევს მისი თავისუფლება. წყლის სიმბოლიკა, რომელიც მათ ქალაქებში ასე მნიშვნელოვანი იყო დიდი აბანო მოჰენჯო-დაროში, სავარაუდოდ რიტუალური განბანისთვის, ასევე მიუთითებს განწმენდის იდეაზე. ბედნიერება, ისევე როგორც სიწმინდე, მოითხოვდა მუდმივ განახლებას, გონებრივი ჭუჭვის, ნეგატიური აზრების, მიჯაჭვულობების, წუხილის მოცილებას. ეს საზოგადოება, რომლის შესახებაც ასე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ რომლის არქეოლოგიური ჩანაწერები ბევრ რამეზე მეტყველებს, გვთავაზობს კეთილდღეობის რადიკალურ ხედვას, ბედნიერება არსებობის მდგომარეობაა და არა ქონების შედეგი. მათ დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია დიდი ცივილიზაციის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია არა ომზე ან დაგროვებაზე, არამედ შინაგან ჰარმონიაზე. მოიწყვეთ თავი კომფორტულად. მიეცით თქვენს პოზას საშუალება, რომ უფრო მოდუნდეს, ღრმად და ნელა ისუნთქეთ. იგრძენით დაძაბულობის გაქრობა. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ ოთახში, სადაც არაფერია ზედმეტი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა. ეს ფიზიკური სიმარტივე მაშინვე აისახება გონებრივ სიმარტივეში. ჰარაპელები ამის ოსტატები იყვნენ. მათ არ დაგვიტოვეს დიდი წერილობითი ტრაქტატები ბედნიერებაზე, მაგრამ დაგვიტოვეს ქალაქები, რომლებიც თავად წარმოადგენენ მშვიდი ცხოვრების მანიფესტს.
მათი მშვიდი, მინიმალისტური, ფოკუსირებული მიდგომა არსებობისადმი ჩვენი თანამედროვე, ხმაურიანი და გადატვირთული ცხოვრების ძლიერი ანტიდოტია. ჩვენ ვტოვებთ წყნარ და იდუმალ ინდუსის ველს და უფრო შორს მივდივართ უძველეს, ძლევამოსილ ჩინეთში, სადაც ბედნიერება ღრმა ფილოსოფიური აზროვნების საგანი გახდა და ორდით, მაგრამ ურთიერთშემავსებელ გზად გაიყო. კონფუციანიზმის სოციალური წესრიგის გზა და დაოსიზმის ბუნებრივი ჰარმონიის გზა. აქ ბედნიერება საზოგადოებაში ცხოვრებასა და სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრებას შორის იდეალური ბალანსია. წარმოიდგინეთ თავი ბაღში, სადაც ბამბუკი ნაზად შრიალებს ქარში და შორს ხედავთ დიდებულ, მაგრამ ჰარმონიულ ტაძრის კომპლექსს. თქვენ გრძნობთ ტრადიციებისა და საგანთა ბუნებრივი წესრიგისადმი ღრმა პატივისცემის ატმოსფეროს. ჩინეთში ბედნიერება შემთხვევითობა არ იყო, ეს იყო ხელოვნება, რომელიც სწავლას და პრაქტიკას მოითხოვდა. დავიწყოთ კონფუციანიზმით, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზეა ორიენტირებული. კონფუცისთვის ბედნიერი ადამიანი არის კეთილშობილი ადამიანი ჯუნძი, რომელიც მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, ავითარებს სათნოებებს. აქ ბედნიერება სოციალურ ჰარმონიაშია დაფუძნებული. როდესაც ყველა მიცის თავისი ადგილი და ასრულებს თავის მოვალეობას, საზოგადოების მთელი სტრუქტურა შეუფერხებლად ფუნქციონირებს და ჩნდება კეთილდღეობის კოლექტიური განცდა. ეს მესოპოტამიაში მოვალეობის იდეას მოგვაგონებს, თუმცა აქ ყურადღება ღმერთებიდან ოჯახსა და სახელმწიფოზე გადადის. ძირითადი კონცეფციაა სიაო, ანუ შვილობრივი ღვთისმოსაობა. მშობლების, უხუცესებისა და წინაპრების პატივისცემა. კონფუცი ასწავლიდა, რომ თუ ოჯახში ბედნიერი ხარ და ოჯახში ბედნიერება პატივისცემითა და სიყვარულით მიიღწევა, ეს ავტომატურად გავრცელდება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ შენს დამოუკიდებულებაზე. ბედნიერი ადამიანი საზოგადოების პატივცემული წევრია. ისინი პატიოსნების წინ სამართლიანებიი და, რაც მთავარია, ქველმოქმედებირენ. ეს არის ბედნიერების აქტიური, შეგნებული სწრაფვა მორალური სრულყოფილების გზით. მაგრამ თუ კონფუციანიზმი გარეგანი გზა იყო, ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისა და მისი გაუმჯობესების გზა, მაშინ დაოსიზმი, რომელიც ლაოძისთან ასოცირდება, გვთავაზობდა შინაგან გზას, ბუნებასთან განშორებისა და შერწყმის გზას. დაო არის გზა, სამყაროს მმართველი ენით აუწერელი და მარადიული პრინციპი. ბედნიერება დაოს თანახმად მაშინ მოდის, როდესაც წყვეტ ცხოვრების დინებას, ბრძოლას და უბრალოდ მიხვევი საგნების ბუნებრივ მიმდინარეობას. დაოსიზმის ცენტრალური იდეაა ვუვეი, ანუ უმოქმედობა, არა სიზარმაცის, არამედ იძულების, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოქმედების გაგებით, რაც ჰარმონიაშია დაოსთან. წარმოიდგინეთ წყალი, რომელიც ყოველთვის პოულობს ფერდობზე ჩასვლის უმარტივეს გზას, თავს არიდებს და ბრკოლებებს მათი გადალახვის გარეშე. წყალი დაოსისტური იდეალია. ბედნიერი ადამიანი, რომელიც ვუვეის პრაქტიკას ახორციელებს, არის ის, ვინც არ ღელავს, არამედ ყველაფერს თავისი გზით უშვებს. ის კონტროლს უშვებს. საუკეთესო ადამიანი წყალს ჰგავს. წყალი ყველაფრისთვის კარგია და არაფრის წინააღმდეგ იბრძვის. ის ისეთ ადგილებში ბინადრობს, რომლებსაც სხვები სცულთ. ამიტომ ის დაოსთან ახლოსაა. დაოსები ასწავლიდნენ, რომ ჩვენი უბედურების უმეტესი ნაწილი ჩვენი სურვილებიდან და ჩვენი განსჯიდან მომდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი განსხვავებული იყოს იმისგან, როგორებიც არის. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს როგორც კარგს, ან ცუდს, რაც დაძაბულობას ქმნის. ბედნიერი ადამიანი უბრალოდ იღებს რეალობას ისეთს, როგორიც არის და ეს ღრმა შინაგან სიმშვიდეს მოაქვს. ეს ჰგავს გრილ მდინარეში ჩაძირვას, სადაც დინების საწინააღმდეგოდ არ ცურავ, არამედ უბრალოდ ისვენებ და ნებას ვრთავ, რომ ის წაგიყვანოს. ამგვარად, ძველი ჩინეთი გვაძლევს დაბალანსებული ბედნიერების იდეალურ მოდელს. აქტიური ბედნიერება კონფუციანიზმი. იცხოვრე ეთიკურად, იყავი სასარგებლო შენი ოჯახისა და საზოგადოებისთვის, დახვეწე შენი ხასიათი. პასიური ბედნიერება ტაოიზმი. გათავისუფლდი კონტროლისგან, მიჰყევი ბუნებრივ დინებას, მიითვისე სამყარო განსჯის გარეშე, იპოვე სიმშვიდე სიმარტივეში. ერთი გზა გაძლევთ აზრს მოვალეობისა და სათნოების მეშვეობით, მეორე კი სიმშვიდეს მიღებისა და განშორების გზით. ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამ ორი საპირისპიროს გაერთიანება, კეთილდღეობის უმაღლეს ფორმას მიაღწია.
მას შეეძლო ყოფილიყო ბრძენი თანამდებობის პირი, რომელიც გულმოდგინედ ემსახურებოდა სახელმწიფოს კომფუცი, შემდეგ კი, პენსიაზე გასვლის შემდეგ გამხდარიყო განდეგილი პოეტი, რომელიც ტკბებოდა ბუნებით ტაო. მიეცით საშუალება ამ ორმა გაკვეთილს გაითავისოს. შემდეგ ჯერზე, როცა თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, გკითხეთ საკუთარ თავს, ეს პრობლემა უნდა გადავჭრა აქტიური, ეთიკური მოქმედებით კომფუცი, თუ ეს უბრალოდ სიტუაციაა, რომელიც უნდა გაუშვა და მივიღო როგორც ბუნებრივი წესრიგის ნაწილი ტაო. ბედნიერება არის ჰარმონია აქტივობასა და სიმშვიდეს შორის. იგრძენით, როგორ მოდუნდება თქვენი სხეული, როდესაც ფიქრობთ ზედმეტი კონტროლისგან გათავისუფლებაზე. დაე, არსებობის სიმარტივის, ბუნების გზის მიყოლის ამ ფიქრმა დაგაწინოთ. ჩინელებმა იცოდნენ, რომ ყველაზე ღრმა და ხანგრძლივი ბედნიერება შინაგან ბუნებასა და გარეგან ცხოვრებას შორის ბალანსშია. ჩინეთის მისტიკური ბაღებიდან ჩვენ მნიშვნელოვან კულტურულ ნახტომს ვაკეთებთ ძველი საბერძნეთის მოციმციმე მზის შუქზე, სადაც ბედნიერების კონცეფცია პირველად დაექვემდება რამ მკაცრ რაციონალურ ანალიზს. აქ, ქალაქ სახელმწიფოებში, რომლებიც სავსე იყო ცოცხალი დებატებითა და იდეებით, ბედნიერებამ მიიღო თავისი ცნობილი სახელი ევდაიმონია. ეს სიტყვა ხშირად ითარგმნება როგორც ბედნიერება, მაგრამ ის გაცილებით უფრო ღრმაა. ის ნიშნავს აყვავებას, ნეტარებას, ან კარგად გატარებულ ცხოვრებას, სათნოების შესაბამისად. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ ათენის აგორაზე ბაზრის მოედანზე, სადაც ჰაერი სავსეა ზეთისხილის და საუბრების სურნელით. თქვენ გესმით კიტონებში გამოწყობილი ფილოსოფოსების განხილვა, თუ რა ხდის ცხოვრებას ღირებულს. ბერძნები, განსაკუთრებით არისტოტელეს გავლენით, უარყოფდნენ იდეას, რომ ბედნიერება მხოლოდ სიამოვნება, ჰედონიზმი ან იღბალი იყო. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო სულის აქტივობა სრულყოფილი სათნოების შესაბამისად. მათთვის ბედნიერება იყო თვითგანვითარების ჯილდო. არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აქვს ფუნქცია. თვალის ფუნქციაა დანახვა, დანის ფუნქციაა ჭრა. მაშ, რა არის ადამიანის ფუნქცია? ის თვლიდა, რომ ეს რაციონალური აქტივობა იყო. ცხოველებს შეუძლიათ სიამოვნების განცდა, მაგრამ მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ფიქრი, მსჯელობა და არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, ყველაზე ბედნიერი და აყვავებული ცხოვრება ისაა, რომელშიც ადამიანი სრულად აცნობიერებს თავის უნიკალურ ადამიანურ პოტენციალს, ცხოვრება, რომელსაც გონიერება მართავს. ეს იყო ბედნიერებისკენ მიმავალი აქტიური, მომთხოვნი გზა. ის მოიცავდა ერწ. სათნოებების გამბედაობა, ზომიერება, კეთილშობილება, სამართლიანობა, განვითარებას. და რაც მთავარია, არისტოტელე ასწავლიდა, რომ სათნოება არის ოქროს შუალედი ორ უკიდურესობას შორის. მაგალითად, გამბედაობა არის შუალედი დაუფიქრებლობასა, ჭარბი და სიმხდალეს ნაკლები შორის. ბედნიერება არის ბალანსისა და რაციონალური არჩევანის ხელოვნება. და ეს აზრია ავსოს თქვენი გონება, ბედნიერი ხართ, როდესაც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ხართ. ეს არ არის გარეგანი მოვლენა, როგორიცაა სიმდიდრე და არც პასიური მიღება, როგორიცაა დაოიზმი, არამედ აქტიური პროცესია ჩამოყალიბებისა. არისტოტელეს გარდა საბერძნეთში სხვა გზებიც არსებობდა. მაგალითად, ეპიკურელებიც ეძებდნენ ბედნიერებას, მაგრამ მათი გზა ატარაქსიით, სიმშვიდითა და შფოთვის არარსებობით მიდიოდა. ისინი არ იყვნენ ჰედონისტები, თანამედროვე გაგებით ისინი თვლიდნენ, რომ უმაღლესი სიამოვნება ტკივილის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური არარსებობა იყო. მათთვის ბედნიერების გასაღები სიმარტივესა და მეგობრობაში იმალებოდა. მოერიდეთ პოლიტიკურ ამბიციებს, იცხოვრეთ მოკრძალებულად, მიირთვით მარტივი საკვები, გარშემორტყმულიყავით ბრძენი და კეთილი მეგობრებით და თქვენ მიაღწევთ ატარქსიას და შესაბამისად ბედნიერებას. და შემდეგ იყვნენ კინიკოსები, რომლებმაც შემოგთავაზეს ყველაზე რადიკალური გზა, კონვენციებისა და მატერიალური ქონების სრული ზიზღი. ლეგენდარული დიოგენე კასში ცხოვრობდა, განზრახ უარყოფდა სიმდიდრეს, ძალაუფლებას და საზოგადოებრივ აზრს. მისთვის ბედნიერება იყო აბსოლუტური თვითკმარობა, ავტარკია და თავისუფლება ყოველგვარი გარე დამოკიდებულებისგან. თუ არაფერი გჭირდება, ვერავინ შეძლებს იმედების გაცრუებას ან შენი ბედნიერების წართმევას. მან ბედნიერება აბსოლუტურ დამოუკიდებლობაში იპოვა. ამრიგად საბერძნეთმა მოგვცა ევდაიმონიისადმი მიდგომების მთელი სპექტრი, რაციონალური ბედნიერება არისტოტელე, განავითარეთ სათნოება და გამოიყენეთ თქვენი გონება. სიმშვიდის ბედნიერება ეპიკურე,
მოერიდეთ ტკივილსა და შფოთვას დააფასეთ მეგობრობა და სიმარტივე. თავისუფლების ბედნიერება ცინიკოსები, უარყავით მატერიალური ბორკილები და იცხოვრეთ ბუნებრივად. ყველა ამ სკოლას ერთი რამა ერთიანებდა, ბედნიერება შინაგანი მიღწევა, რომელიც მოითხოვს შეგნებულ არჩევანს და ფილოსოფიურ ცხოვრებას. ბედნიერებას არ ელოდები მას შენიჩვევებისა და აზროვნების მეშვეობით ქმნი. გამოსცადე ძველი ბერძნული აზროვნების ეს სიცხადე. სანამ საწოლში წოლით ხარ, შეგიძლია ივარჯიშოებ დაიმონიად. დაფიქრდი შენს დღევანდელ ქმედებებზე, სად იყავი ზომიერი? სად გამოავლინე გამბედაობა? სად მოიქეცი სამართლიანად? ყოველი სათნო არჩევანი, თუნდაც ყველაზე პატარა მაგალითად, შეტყობინებების ხშირად ყურებაზე უარის თქმა, აყვავების მდგომარეობასთან გაახლოებს. ბედნიერება არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის ბრძნული სათნო არჩევანის უწყვეტი მოგზაურობა. ბერძნებმა მოგცეს ამ მოგზაურობის ინტელექტუალური ინსტრუმენტები. დაივიწყე ხვალინდელი დღის შესახებ ნებისმიერი წუხილი და ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილე მომენტის სათნოებებზე. იცხოვრე ახლა, იცხოვრე გონივრულად. ეს არის ყველაზე პირდაპირი გზა ძველი ბერძნული აყვავებისკენ. ენერგიული ინტელექტუალური საბერძნეთიდან ჩვენ რომის იმპერიის მკაცრ, დისციპლინირებულ სამყაროში გადავდივართ. რომაელებმა სამართლის, ინჟინერიისა და მმართველობის ოსტატებმა მრავალი ბერძნული იდეა მიიღეს, მაგრამ ისინი საკუთარ საჭიროებებზე მოარგეს და ფილოსოფიური კვლევა ცხოვრების პრაქტიკულ ინსტრუმენტად აქციეს. ბედნიერების მთავარი რომაული საიდუმლო იყო სტოიციზმი, რომელიც ასწავლიდა, რომ ბედნიერება შინაგან ძალასა და მდგრადობაშია დაუნდობელი ბედისწერისა და გარეგანი ქაოსის წინაშე. წარმოიდგინეთ არა იმპერატორის მდიდრული სასახლე, არამედ მოკრძალებული კაბინეტი, სადაც თავად მარკუს ავრელიუსი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ზის და წერს თავის მედიტაციებს. ის წერს არა დიდებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, ეძებს მშვიდობას ომების, დაავადებებისა და პოლიტიკური ინტრიგების ფონზე. აქ არის სტოიციზმის ცენტრალური პარადოქსი, ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, რაც არ უნდა დიდებული ან საშინელი იყოს ისინი. ის მთლიანად თქვენს კონტროლს ექვემდებარება. რომაელი სტოიკოსები, როგორიცაა სენეკა, ეპიქტეტე, ყოფილიმონა და მარკუს ავრელიუსი იმპერატორი, ასწავლიდნენ, რომ სამყარო ორ კატეგორიად იყოფა: ის, რისი კონტროლით შეგვიძლია და ის, რისი კონტროლით არ შეგვიძლია. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვამახვილებთ ყურადღებას პირველ კატეგორიაზე და უბულებელყოფთ მეორეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამინდის, სხვების მოსაზრებების, ავადმყოფობის ან სიკვდილის კონტროლი, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი დასჯის, ჩვენი რეაქციების და ჩვენი განზრახვების კონტროლი. იგრძენით, რამდენად ძლიერია ეს იდეა. ყველაფერი, რაც ახლა გაწუხებთ მომავლის შესახებ წუხილი, წარსულის გამოწყენა, წარუმატებლობის შიში, ყველაფერი გამომდინარეობს იმის კონტროლის მცდელობიდან, რაც თქვენი არ არის. სტოიკოსი ამბობს, გაუშვით ეს. თქვენი საქმე აიღოთ თქვენი საუკეთესო თავი ამ მომენტში. სენეკა ასწავლიდა ბოროტების წინასწარმეტყველების პრაქტიკას premeditatio malorum. უარესის შიშის ნაცვლად ის გვთავაზობდა აქტიურად წარმოედგინა, რა შეიძლება ცუდად წავიდეს: ფულის დაკარგვა, ავადმყოფობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა. როდესაც ამას წარმოიდგენთ, ამ მოვლენებს დაშორებთ მათ საშიშ სიახლეს. ეს არ ნიშნავს ბოროტების სურვილს, ეს ნიშნავს მისთვის მომზადებას, რათა თუ ეს მოხდება, არ გაანადგუროს თქვენი შინაგანი ძალა. სტოიკოსის ბედნიერება არ არის სიხარულით სავსე სიცილი, ეს არის სიმტკიცის ღრმა გრძნობა, აპათია, რაც ნიშნავს ვნების ემოციური რეაქციის ნაკლებობას გარეგან მოვლენებზე. ეს არის სიმშვიდისა და რაციონალურობის შენარჩუნების უნარი, როდესაც თქვენს გარშემო არსებული სამყარო ინგრევა. ეს ნამდვილი მდგრადობაა. გარდა ამისა, სტოიციზმი მჭიდრო კავშირში იყო სამოქალაქო მოვალეობის fashion კონცეფციასთან. რომაელები თვლიდნენ, რომ ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტად ბედნიერი, თუ ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. ბედნიერება მოდის თქვენი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფო საკეთილდღეოდ მოქმედებისგან. როგორც მესოპოტამიაში, მაგრამ ფილოსოფიური საფუძვლებით, საზოგადოების წინაშე თქვენი მოვალეობა თქვენი პირადი კეთილდღეობის ნაწილია.
პრაქტიკული მაგალითი, როდესაც უსიამოვნო დავალების შესრულება გიწევთ, წარმოიდგინეთ მარკუს ავრელიუსი, რომელმაც თავის თავს უთხრა, დღეს დილით უნდა შევხვდე უმადურებს, თავხედებს, მატყუარებს, შურთ არაკომუნიკაბელურებს. ეს ყველაფერი მათ სიკეთისა და ბოროტების არცოდნის გამო დაემართათ. მე არ შემიძლია ვიყო რომელიმე მათგანი და არ შემიძლია გაუბრაზდე ისეთ ადამიანზე, ვინც ასეა შექმნილი. ის წინასწარიღებდა ადამიანურ ნაკლოვანებებს და ემზადებოდა მათთვის, ინარჩუნებდა შინაგან ჰარმონიას. ნება მიეცით ამ რომაულ დისციპლინას შემოვიდეს თქვენს ცნობიერებაში, სანამ სითბოში წოლით. იგრძენით როგორ იშლება დაძაბულობა თქვენი მხრებიდან, როდესაც გონებრივად კონტროლის ტვირთს სამყაროს გადასცემთ. თქვენი ერთადერთი კონტროლი არის თქვენი რეაქცია იმაზე, რაც ხდება. დღევანდელი დღე, რაც არ უნდა იყოს, უკვე წარსულს ჩაბარდა. ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა. ერთადერთი, რაც ახლა თქვენი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, არის ის, თუ როგორ რეაგირებთ სიჩუმეზე, სიბნელესა და სიმშვიდეზე. შეგიძლიათ აირჩიოთ შფოთვა, ან შეგიძლიათ აირჩიოთ მიღება. სტოიციზმი გაძლევთ ძალას, აირჩიოთ ეს უკანასკნელი. ის გაძლევთ მშვიდ, მაგრამ წარმოუდგენლად ხანგრძლივ ბედნიერებას, რომელიც დაფუძნებულია თქვენს ურყევნებაზე. თქვენ ხართ თქვენივე ციხესიმაგრე. ჩვენ მტოვებთ ხმელთაშუა ზღვის ხელშესახებ, ლოგიკურ სამყაროს და ოკეანის გადაღმა მივემგზავრებით ცენტრალური ამერიკის აყვავებულ, მისტიკურ ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის სამყაროში. აქ ბედნიერების საიდუმლო დაკავშირებული იყო არა რაციონალურ სათნოებასთან ან სახელმწიფოს წინაშე მოვალეობასთან, არამედ დროის, კოსმოსისა და არსებობის ციკლური ბუნების ღრმა გაგებასთან. მაიასთვის ბედნიერება ნიშნავდა სამყაროს რთულ, მაგრამ პროგნოზირებად რიტმთან ჰარმონიაში ყოფნას. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ დიდებული პირამიდული ტაძრის წინ, ვაზით გადაჭედილი, ჰაერში ნესტიანი, მკვრივი ნისლით. გრძნობთ არა სიჩუმეს, არამედ დროის პულსს. მაია შეპყრობილი იყო დროით. მათ შეიმუშავეს რთული კალენდრები ცოლკინი და ჰააბი, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც ზუსტი კოსმიური საათები, აკონტროლებდნენ არა მხოლოდ დღეებსა და თვეებს, არამედ შექმნისა და განადგურების დიდ ციკლებსაც. მათთვის ბედნიერება სინონიმი იყო ცნობიერებისა და ცოდნისა. როდესაც გესმით, სად ხართ კოსმიურ ციკლში, წყვეტთ მომავლის შიშს და აწმყოზე ფიქრს. წარუმატებლობები და წარმატებები უბრალოდ გარდაუვალი, განმეორებადი ციკლის ნაწილებად აღიქმებოდა. თუ წელს მოსავალს დაკარგავთ, იცით, რომ ციკლი დაბრუნდება და მზე ისევ გამოანათებს. ციკლურობის რწმენა მათ უსაფრთხოებისა და სიმშვიდის ღრმა განცდას ანიჭებდა. მაიას ცხოვრება სავსე იყო რიტუალებით, რომლებიც ამ კოსმიური ჰარმონიის შესანარჩუნებლად იყო შექმნილი. ყველა რიტუალი, წვიმის ღმერთებისთვის შესაწირავი იქნებოდა თუ კალენდარული დღესასწაულების აღნიშვნა, კოსმოსთან თანამშრომლობის აქტი იყო. ამ ქმედებებით ადამიანი თავს არა პატარა, უაზრო წერტილად, არამედ უზარმაზარი, ცოცხალი სისტემის სასიცოცხლო ელემენტად გრძნობდა. ეს მნიშვნელობისა და კუთვნილების ძლიერ განცდას სცემდა. მათი ბედნიერების კონცეფცია ასევე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საზოგადოებასთან და წინაპრებთან. თითოეული მაია დროის გრძელი ჯაჭვის რგოლი იყო, რომელიც წარსულს წინაპრებს მომავალთან შთამომავლებთან აკავშირებდა. ბედნიერება ამ ჯაჭვის უწყვეტობაში იმალებოდა, იმ დარწმუნებულობაში, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდა თქვენი მთელი წარმომავლობის კონტექსტში. თქვენი წინაპრების სიბრძნის პატივისცემა, რომლებმაც უკვე გაიარეს ყველა ციკლი, კარგი ცხოვრების გასაღები იყო. დაფიქრდით, რამდენად ხშირად გვეშინია თანამედროვე ადამიანები დროის, ჩვენ გვეშინია დაბერების, გვეშინია დროის დაკარგვის, გვეშინია, რომ დრო გადის. მეორე მხრივ, მაიას ტომი დროს იზიარებდა. ისინი მას არა როგორც ხაზოვან ჯალათს, არამედ როგორც დიდ მუდმივად განმეორებად მასწავლებელს აღიქვამდნენ. როდესაც დროსთან ბრძოლას წყვეტ, სიმშვიდეს პოულობ. მაიას თანამედროვე ბედნიერებისთვის ძირითადი გაკვეთილები, ციკლების მიღება, გააცნობიერეთ, რომ ცხოვრებას აქვს ზრდისა და დაღმასვლის პერიოდები. ნუ განსჯით საკუთარ თავს ზამთრის პერიოდების გამო. რიტმი და რიტუალი, თქვენს ცხოვრებაში ჩართეთ პროგნოზირებადი, დამამშვიდებელი რიტუალები დილის ყავა, საღამოს გასეირნება, რომლებიც წესრიგის შეგრძნებას და უფრო დიდთან კავშირს შეგიქმნით. კოსმიური თავმდაბლობა, გაიგეთ, რომ თქვენ უზარმაზარი ნაკადის ნაწილი ხართ.
თქვენი პირადი დრამა ათასწლეულებთან შედარებით მცირეა. ეს არ გამცირებთ, არამედ გათავისუფლებთ. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ უზარმაზარი ქვის კალენდრის დისკების დიდებული, ნელი ბრუნვა. ისინი მოძრაობენ არა ქაოტურად, არამედ სრულყოფილი, უძველესი სიზუსტით. მიეცით ამ რიტმს საშუალება და ამშვიდოს თქვენი გულისცემა. თქვენი ცხოვრება ემორჩილება იმავე კოსმიურ რიტმს. ყველაფერი, რაც იყო, დაბრუნდება, მაგრამ ახალი ფორმით. ამ მომენტში თქვენი სიმშვიდე უბრალოდ თქვენი დღის ბუნებრივი ციკლის ნაწილია, ციკლი, რომელიც დასვენებასა და განახლებამდე მიგვიყვანს. მაიებმა გვასწავლეს, რომ ნამდვილი ბედნიერება სამყაროს დიდ ცეკვაში სწორ მომენტში ყოფნის შეგრძნებაა. მისი შექმნა არ არის აუცილებელი, თქვენ უნდა იგრძნოთ იგი. ეკვატორის გადაკვეთით და ანდებში მაღლა ასვლით, ჩვენ შევდივართ ინკების იმპერიის მკაცრ, მაგრამ საოცრად ეფექტურ სამყაროში. ამ ცივილიზაციამ, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას მართავდა დამწერლობისა და ბორბლების გარეშე, ბედნიერების უნიკალური საიდუმლო აილიუს საზოგადოების კონცეფციასა და აინის ურთიერთდახმარების პრინციპის მკაცრ დაცვაში იპოვა. აქ ბედნიერება კოლექტიური პროდუქტი იყო და მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობის კმაყოფილების პირდაპირი შედეგი. წარმოიდგინეთ თავი მთებში მაღლა მდებარე ტერასიან მინდორზე, სადაც ჰაერით ხელი და ცივია, მაგრამ მზე კაშკაშა ანათებს. თქვენს გარშემო ერთად მომუშავე ადამიანები არიან, კაცები, ქალები და მოხუცები. ისინი მღერიან მუშაობისას, რადგან აქ შრომაწყევლა არ არის, არამედ ერთობლივი ზეიმი და სოლიდარობის აქტი. ინკები თვლიდნენ, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს ბედნიერი იზოლირებულად. მათი კეთილდღეობა განუყოფლად არის დაკავშირებული მათი აილიუს, მათი ოჯახის, კლანის და სოფლის კეთილდღეობასთან. აინი მათი ბედნიერების გასაღები იყო. ეს იყო ურთიერთშეთანხმების პრინციპი. დღეს შენ დამეხმარები ჩემი მინდვრის მოხვნაში, ხვალ კი მე დაგეხმარები შენი სახლის აშენებაში. ეს არ იყო მხოლოდ გარიგება, ეს იყო მორალური კანონი, რომელიც მთელ მათ ცხოვრებას ავრცელებდა. თუ გასცემდი, იცოდი, რომ სანაცვლოდ მიიღებდი. თუ შრომის მოყვარე იყავი, იცოდი, რომ საზოგადოება იზრუნებდა შენზე სიბერეში ან მოსავლის უკმარისობის შემთხვევაში. ამან წარმოუდგენელი უსაფრთხოების განცდა შექმნა. თანამედროვე ადამიანები ხშირად ღელავენ საპენსიო დანაზოგებზე, ჯანდაცვაზე ან სამსახურის დაკარგვაზე. აილიუს და აინის კულტურებში ეს შიშები მინიმალური იყო. შენი დაზღვევა შენი მეზობლების ხელში იყო, მათი კი შენში. ინკებისთვის ბედნიერება იყო ნდობა, რომ მარტო არ იყავი. ინკების საზოგადოებას სამი ძირითადი მცნება მართავდა, რომლებიც მათ მორალურ კომპასს წარმოადგენდა და ბედნიერებამდე მიჰყავდათ. ამა კელა ნუ იქნები ზარმაცი. ბედნიერება სამსახურით ამალულა ნუ იტყუები. ბედნიერება პატიოსნებითა და ნდობით ამას უანუ იპარავ. ბედნიერება სხვისი საკუთრებისა და წესრიგის პატივისცემით ეს მარტივი, მაგრამ ძლიერი წესები ცხოვრებას გასაგებს და პროგნოზირებაც ხდიდა. როდესაც საზოგადოება პატიოსანი და შრომის მოყვარეა, ის აყვავდება. და ამ აყვავებაში, რომელიც თქვენი შრომის შედეგი იყო, თქვენ პოულობდით თქვენს პირად ბედნიერებას. ეს იყო კმაყოფილება იმისა, რომ თქვენი წილი თქვენი წვლილით დაიმსახურეთ. ინკები არ იტანჯებოდნენ თანამედროვე არჩევანის პრობლემით. მათი ცხოვრება სტრუქტურირებული იყო და მათი სოციალური როლი ნათელი. ეს არ იყო დესპოტური ჩახშობა, ეს იყო პირადი ამბიციებისა და კონკურენციის ტვირთისგან გათავისუფლება. თქვენ არ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ თქვენს მეზობელზე უკეთესი იყოთ, თქვენ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ თქვენი მეზობლისთვის უფრო სასარგებლო იყოთ. დაფიქრდით, თუ როგორ იზრდება თქვენი ბედნიერების დონე, როდესაც სხვას ეხმარებით. ეს არა მხოლოდ მეორე ადამიანს მოაქვს სარგებელი, არამედ გაძლევთ კომპეტენციისა და მორალური კმაყოფილების განცდასაც. ინკებმა ეს პრინციპი მთელი თავიანთი ცივილიზაციის საფუძვლად აქციეს. ჩაირთვლეთ კოლექტიური სითბოს ამ განცდაში. წარმოიდგინეთ, რომ დაასრულეთ რთული დღე, მაგრამ არ დაიღალეთ იმის გამო, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმუშავეთ. მზე ანდებზე ჩადის და თქვენ მოკრძალებულ, მაგრამ დამაკმაყოფილებელ ტრაპეზით იკვებებით, იმის ცოდნით, რომ ამ მაგიდაზე ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევისა და ურთიერთმხარდაჭერის შედეგია. ამ ტიპის ბედნიერება ხანგრძლივი, მიწიერი და სოციალურია.
ის არც ფილოსოფიურია, როგორც ბერძნები და არც სულიერი, როგორც მაიას ტომები, მაგრამ წარმოუდგენლად ადამიანურია. ინკებმა გვაჩვენეს, რომ ბედნიერება არ არის ის, რასაც აგროვებთ, არამედ ის, რასაც უზიარებთ. და რაც უფრო მეტს აძლევთ აინის, მით უფრო მეტს იღებთ სანაცვლოდ მხარდაჭერისა და თავდაჯერებულობის სახით. საწოლში წოლისას იფიქრეთ მათზე, ვისაც დღეს დაეხმარეთ და ვინც დაგეხმარათ. იგრძენით თავი თქვენივე აიელის ნაწილად თქვენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების. გათავისუფლდით ინდივიდუალიზმის ტვირთისგან და მიეცით საკუთარ თავს საშუალება იგრძნოთ ურთიერთდამოკიდებულების ძალა. თქვენ აკისრიათ პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ხართ აყვანილი. ეს არის ბედნიერების დიდი საიდუმლო ანდებში. მოგზაურობის გაგრძელებით, ჩვენ ჩრდილო-დასავლეთისკენ მივემართებით, კელტური ხალხების ნისლიან ტყეებსა და მითებით მოცულ კუნძულებზე. ქალაქებსა თუ დიდ იმპერიებზე ორიენტირებული ცივილიზაციებისგან განსხვავებით, კელტებმა, გალებმა, ბრიტანელებმა, ირლანდიელებმა ბედნიერების საიდუმლო ბუნებასთან ღრმა კავშირში, მისი ძალებისადმი პატივისცემასა და მითოლოგიური სამყაროს სიმდიდრეში იპოვეს. წარმოიდგინეთ, რომ წმინდა მუხის ბაღში დგახართ, სადაც მზის შუქი ძლივს აღწევს მკვრივ ფოთლებში. ჰაერი ნესტიანია და ხავსისა და მიწის სუნი ასდის. გესმით დრუიდის მშვიდი, მაგრამ დაჟინებული ხმა, რომელიც მდინარეებში მცხოვრები ღმერთების, ხეებში მცხოვრები სულების და წინაპრების გმირული საქმეების ისტორიებს გვიყვება. კელტები თვლიდნენ, რომ სამყარო უბრალოდ ქვისა და წყლისგან არ შედგებოდა, ის ცოცხალი და მაგიით სავსე იყო. კელტებისთვის ბედნიერება ამ ცოცხალ სამყაროსთან კავშირის შეგრძნებაში მდგომარეობდა. მათი კეთილდღეობა არ იყო ფილოსოფიური დებატების ან მკაცრი სოციალური დაგეგმვის შედეგი, არამედ ბუნებრივი შედეგი იყო ბუნებრივ ციკლებთან მზებუდობასთან, ბუნიობასთან, სეზონების ცვლილებასთან ჰარმონიაში ცხოვრებისა. ისინი აღნიშნავდნენ ამ გარდამავალ პერიოდებს სამჰაინი, იმბოლკი, ბელტანი და ეს დღესასწაულები მათ პროგნოზირებადობისა და მარადიულთან კავშირის განცდას აძლევდა. კელტებს ასევე სწამდათ ხელახალი დაბადებისა და სულის უკვდავების. ეს რწმენა ათავისუფლებდა მათ სიკვდილის შიშისგან, რომელიც ასე ხშირად აფერხებს თანამედროვე ბედნიერებას. თუ ცხოვრება მხოლოდ ფაზაა არსებობის გრძელ ციკლში, მაშინ დღევანდელი პრობლემები და ტანჯვა კარგავს თავის აბსოლუტურ მნიშვნელობას. ეს მათ წარმოუდგენელ გამბედაობას და სიმშვიდეს ანიჭებდა, განსაკუთრებით ბრძოლაში. მათ არ ეშინოდათ სიკვდილის, რადგან სიკვდილი მხოლოდ გარდამავალი პერიოდი იყო. დრუიდები, მათი სულიერი ლიდერები, არა მხოლოდ მღვდლები, არამედ სიბრძნის, კანონისა და ისტორიის მცველებიც იყვნენ. ბედნიერება ასევე დაკავშირებული იყო ცოდნასთან და მეხსიერებასთან, მითების ცოდნასთან, რომლებიც ხსნიდნენ სამყაროს და გმირული წარსულის ხსოვნასთან, რაც მათ სიამაყისა და იდენტობის გრძნობას აძლევდა. მათი ცოდნა ზეპირი იყო, თაობიდან თაობას გადაეცემოდა, აძლიერებდა კავშირს თაობებს შორის და საზოგადოებას წარმოუდგენლად ერთიანს ხდიდა. დაფიქრდით, რამდენად ხშირად გრძნობენ თანამედროვე ადამიანები ბუნებისგან გათიშულობას. ჩვენ ვცხოვრობთ ბეტონში, ვუყურებთ ეკრანებს და ვივიწყებთ მზისა და მთვარის რიტმს. კელტები კი ცხოვრობდნენ და გრძნობდნენ, როგორც უნთქავდა მიწა მათ ფეხქვეშ. მათი ბედნიერება ორგანული იყო. კელტების ძირითადი გაკვეთილები: გააცოცხლეთ სამყარო, მოეპყარით ბუნებას არა როგორც რესურსს, არამედ როგორც ცოცხალ არსებას. აღიარეთ ტყეების, მდინარეების და მთების სიწმინდე. ეს სიდიადისა და საოცრების განცდას ქმნის. იცხოვრეთ რიტმში, სინქრონიზეთ თქვენი პირადი რიტმი ბუნებრივ ციკლებთან. პატივი ეცით დასვენების ზამთარი და აქტიური ზრდის ზაფხული პერიოდებს. ისტორიების ძალა, იპოვეთ აზრი თქვენს ოჯახში ან კულტურაში გადაცემულ ისტორიებში. მითები და ლეგენდები მხოლოდ გამოგონილი არ არის, ისინი ადამიანის გამოცდილების გასაგებად შაბლონებია. მიეცით საკუთარ თავს საშუალება იგრძნოთ ეს უძველესი კავშირი. საწოლში წოლისას გამორთეთ ყველა ხელოვნური მოწყობილობა. მოусმინეთ ფანჯრის მიღმა მიმდინარე მოვლენებს. ეს ქარია. შორეული წყლის ხმაური. წარმოიდგინეთ ეს ხმები, როგორც ბუნების სულების ხმა და თქვენც მათი ნაწილი ხართ. კელტების ბედნიერება ისეთივე ღრმა იყო, როგორც ძველი მუხის ხის ფესვები და ისეთივე მიედინებოდა, როგორც მდინარე.
ის ეფუძნებოდა იმის აღიარებას, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და რომ სულიერი განზომილება არ არის გამოყოფილი ფიზიკურისგან. ეს ადამიანს წარმოუდგენელ შინაგან სიმშვიდეს ანიჭებს თქვენ დაცული და საყვარელი ხართ თავად დედამიწის მიერ. გაუშვით თქვენი პირადი, წვრილმანი საზრუნავები და იგრძენით თავი მარადიული, მისტიკური ძალის ნაწილად. ჩვენ კიდევ ერთ გრძელ მოგზაურობას ვიწყებთ, ამჯერად ჩრდილოეთისკენ, სკანდინავიის მკაცრი ფიორდებისა და ყინულოვანი ზღვებისკენ, ვიკინგების სამყაროში. აქ ჩვენ ვაწყდებით ბედნიერების კონცეფციას, რომელიც, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება დაოს ან მაატის სწავლებებს. ვიკინგებისთვის ბედნიერება არ მდგომარეობდა მშვიდობასა და თავმდაბლობაში, არამედ დიდების, პატივის აქტიურ სწრაფვაში და საკუთარი გარდაუვალი ბედის მიღებაში, რომელსაც ისინი ურდრს უწოდებდნენ. წარმოიდგინეთ თავი გრძელ დარბაზში, სადაც კერაში ცეცხლით კაცუნობს და გარეთ ზამთრის ქარიშხალი მძვინვარებს. თქვენ ზიხართ წვერიან მეომრებს შორის სვამენ ლოდს და ხმამაღლა იცინიან, იხსენებენ დიდ ბრძოლებსა და მოგზაურობებს. ვიკინგის ცხოვრება თანამედროვე სტანდარტებით ხანმოკლე და საფრთხეებით სავსე იყო. მათი სამყარო კონფლიქტების სამყარო იყო, სადაც ღმერთები ოდინი, თორი არ იძლეოდნენ უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ მოითხოვდნენ გამბედაობას. ამიტომ მათი ბედნიერების საიდუმლო მამაცურ ცხოვრებაში იმალებოდა. ბედნიერება არ იყო საბოლოო მიზანი, არამედ ღირსეულად გატარებული ცხოვრების თანდევი პროდუქტი. ეს ნიშნავდა შენი კლანის ერთგულებას, მეგობრებისადმი გულუხვობას, მტრებისადმი დაუნდობლობას და, რაც მთავარია, სიკვდილის არეში ყოფნას. ვიკინგებს სწამდათ ურდრის ერთგვარი გარდაუვალი ბედის წერის, რომელიც სამინორნის ქალი ქალღმერთის მიერ იყო ნაქსოვი. თქვენ არ შეიძლებოდა თქვენი ბედის წერისგან თავის დაღწევა, მაგრამ შეგეძლოთ გაეკონტროლებინათ, თუ როგორ შეხვდებოდით მას. ნამდვილი ბედნიერება იმაში მდგომარეობდა, რომ ურდრს ღირსეულად, მამაცურად და შიშის გარეშე შეხვდებოდით. თუ ღირსეულად მოკვდებოდით, ვალჰალაში, ოდინის დიდ დარბაზში შეხვიდოდით. ეს რწმენა მათ შიშისგან წარმოუდგენელ თავისუფლებას აძლევდა. ისინი დროს არ კარგავდნენ იმ საზრუნავებზე, რომლებიც თანამედროვე სულს ანადგურებს. ისინი მოქმედებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ნებისმიერი დაგვიანება რისკზე უარის თქმა ართმევდათ დიდების მიღწევის შესაძლებლობას, რაც მათი უკვდავების ერთადერთი ფორმა იყო. დიდება ლოფი მათი ბედნიერების უმაღლესი ფორმა იყო. დიდება არასდროს კვდებოდა, თუნდაც მეომარი მომკვდარიყო. მასზე სიმღერები ცოცხლობდა და ეს მის ცხოვრებას აზრს აძლევდა. მაგრამ მათი ბედნიერება მხოლოდ ომში არ იყო. ის ასევე მეგობრობასა და სიხარულში მდგომარეობდა. დიდ სახლში გამართული ნადიმი, სადაც საჭმელი და სასმელი თავისუფლად მოედინებოდა, სადაც სიმღერები და ლექსების კალდური პოეზია ისმოდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ბრძოლები. ეს იყო საერთო ზეიმის ბედნიერება და ძლიერი ურღვევი კავშირი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გადარჩენისთვის ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი. ვიკინგების ძირითადი გაკვეთილები, გარდაუვალის მიღება, მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში ის, რაც თქვენი ურდია ბედი, ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. შეწყვიტეთ მასთან ბრძოლა. მოქმედება არა ნერვიულობა, შიშის წინაშე დგომისას უკან არ დაიხიოთ, არამედ იმოქმედეთ. ბედნიერება მოდის მას შემდეგ, რაც შიშს დაამარცხებთ. ამხანაგობის ძალა, გაუფრთხილდით თქვენს მეგობრებს და ოჯახს. ერთად აღნიშნის და ერთმანეთის მხარდაჭერის სიხარული ძალისა და კეთილდღეობის უზარმაზარი წყაროა. დაფიქრდით, რამდენად ხშირად ვერიდებით დღეს ბრძოლას, იქნება ეს რთული საუბარი, რთული პროექტი თუ საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობა. ვიკინგები გვასწავლიან, რომ სირთულეების თავიდან აცილებით, ჩვენ ასევე ვერიდებით ყველაზე ღრმა, ყველაზე დამსახურებულ ბედნიერებას. იგრძენით ძალა და თავდაჯერებულობა, რომელსაც ეს ფილოსოფია გაძლევთ. შეიძლება შედეგს ვერ აკონტროლებდეთ, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებთ თქვენს განზრახვას და გამბედაობას. დაწექით კომფორტულად, მაგრამ შინაგანი ძალის გრძნობით. თქვენი გონება პატივითა და ღირსებით იყოს სავსე. ვიკინგებმა იცოდნენ, რომ ცხოვრება ხანმოკლე იყო. მათი ბედნიერება ინტენსიური იყო, სრულად ცხოვრობდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ყოველი დღე საჩუქარია, რომელიც საკუთარი ლეგენდის შესაქმნელად უნდა გამოიყენოთ. ტკბილი სიზმრები, სავსე სიმამაცით.
ყინულოვანი ფიორდების დატოვების შემდეგ ევრაზიის სტეპების უსაზღვრო, ოქროსფერ სივრცეებში გავემართებით, რათა სკვითებს და სხვა მომთაბარე ხალხებს შევხვდეთ. აქ აღმოვაჩენთ, რომ ბედნიერება არ არის დაპყრობა, წესრიგი ან ფილოსოფიური ჭვრეტა, არამედ აბსოლუტური, შეუზღუდავი თავისუფლება და არსებობის სიმარტივე. წარმოიდგინეთ, რომ იურტში ან კარავში ხართ. შიგნით ჰაერი თბილია და კერიდან გამოსული კვამლის, მატყლისა და ცხენის ოფლის სუნი ასდის. გარეთ ქარის ხმაურს და შორიდან ჩლიქების ткაცუნს ისმენთ. თქვენი საცხოვრებელი ადვილად ასაწყობი და დასაშლელია არ გაქვთ მასიური საკეტები, რთული კანონები ან ათასობით კანონი. თქვენი ცხოვრება მუდმივი მოძრაობის მდგომარეობაა. მომთაბარეებისთვის ბედნიერება განუყოფელი იყო მათი ცხოვრების წესისგან. ის მდგომარეობდა ნებისმიერ მომენტში ბანაკის დატოვების და იქ წასვლის უნარში, სადაც მათი გული და საძოვრები ეძახდათ. ეს მობილურობა მათი უდიდესი საგანძური იყო. ისინი ზემოდან უყურებდნენ მჯდომარე ფერმერებს, რომლებიც მონებივით მიმმულებით იყვნენ თავიანთ მიწაზე. სკვითი ნამდვილად ბედნიერი იყო, რადგან სრულიად დამოუკიდებელი იყო. მათი მატერიალური არსებობა მინიმალისტური იყო. ისინი არ აგროვებდნენ ზედმეტ ნივთებს, რადგან ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, ცხენის ზურგზე უნდა მოთავსებულიყო. ეს იძულებითი სიმარტივე, ფაქტობრივად, ფსიქიკური სიმშვიდის წყარო იყო. ისინი არ განიცდიდნენ სტრესს, რომელიც გამოწვეული იყო მრავალი ნივთის ფლობით, მათი მოვლა პატრონობით ან დაკარგვის შიშით. ბედნიერება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ გადარჩენისთვის ძალიან ცოტა რამ სჭირდებოდათ: კარგი ცხენი, საიმედო იარაღი, თბილი ტანსაცმელი და ერთგული კლანი. მათი კავშირი ცხენებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სკვითისთვის ცხენი უბრალოდ გადაადგილების საშუალებაზე მეტი იყო ის მისი მეგობარი, მისი გაგრძელება, თავისუფლების სიმბოლო იყო. უნაგირში გატარებული საათები, მოძრაობაში, ცხოველთან და უსასრულო ჰორიზონტთან ერთიანობაში, სამყაროსთან ერთიანობისა და პირადი ძალაუფლების წარმოუდგენელ განცდას ქმნიდა. მომთაბარეთა ბედნიერება მყისიერი იყო. ის არ გადაიდო სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ეგვიპტელების მსგავსად ან ფილოსოფიური მოგზაურობის დასასრულისთვის ბერძნების მსგავსად. ის აწყო მომენტში იყო, ახალი კუმისის გემოში, კერის სითბოში, სიმღერაში, რომელსაც ცხენზე მღეროდნენ, ნადირობის დროს. სკვითების ძირითადი გაკვეთილები თანამედროვე ბედნიერებისთვის, დააფასეთ გადაადგილების თავისუფლება, თქვენ არ გჭირდებათ ფიზიკურად მიგრაცია, მაგრამ დააფასეთ თქვენი შესაძლებლობა, შეცვალოთ გარემო, იყოთ მოქნილი და არ იგრძნოთ თავი მიმმულად ერთ წერტილთან. ფლობელობის ეკოლოგია, გკითხეთ საკუთარ თავს, ეს ნივთი ზრდის ჩემს ბედნიერებას თუ ამძიმებს ჩემს წუხილს. მიიღეთ მინიმალიზმი, როგორც გონებრივი თავისუფლების გზა. სიხარულის სიმარტივეში, იპოვეთ ბედნიერება ძირითად ფიზიკურ სიამოვნებებში, მოძრაობაში, საკვებში და ბუნებასთან კავშირში. ნუ გაართულებთ ყველაფერს. მიეცით საკუთარ თავს საშუალება განიცადოთ ეს უზარმაზარი თავისუფლება. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ბრტყელი, დაუსრულებელი სტეპის შუაგულში. თქვენს ზემოთ არის უზარმაზარი, სუფთაცა. არც კედლები, არც საცობები, არც შემაწუხებელი შეხსენებები. არსებობს მხოლოდ თქვენ, თქვენი სუნთქვა და ჰორიზონტი. სივრცის ეს შეგრძნება მათი სიმშვიდის გასაღებია. მომთაბარემ აჩვენა, რომ ადამიანის ბედნიერებას არ სჭირდება რთული სტრუქტურები, სიმდიდრე ან მუდმივი პროგრესი. ის მოითხოვს პირად ავტონომიას, გულწრფელ სიმარტივეს და ღრმა კავშირს იმასთან, რაც სიცოცხლეს უწყობს ხელს. გაუშვით ყველა გონებრივი ღუზა, რომელიც ზედმეტ საზრუნავს გაკავშირებთ. იმოძრავეთ, ისუნთქეთ, იყავით თავისუფალი. ეს არის სტეპის ბედნიერების სიმარტივე და სიღრმე. უკიდეგანო სტეპების დატოვების შემდეგ სამხრეთისკენ, დიდებული სპარსეთის იმპერიისკენ მივემართებით, სადაც ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური და ეთიკურად მკაფიო რელიგია ზოროასტრიზმი. აქ ბედნიერება სიკეთის შეგნებული არჩევანისა და სინათლესა და სიბნელეს შორის კოსმიურ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობის შედეგი იყო. ძველი სპარსელებისთვის ბედნიერება სინათლის სასარგებლო მოკავშირედ ყოფნას და სიხარულით ცხოვრებას ნიშნავდა. წარმოიდგინეთ, რომ ცეცხლის საკურთხევლის წინ დგახართ, სადაც ალი სუფთად და კაშკაშა იცვის. ის სიმბოლურად გამოხატავს აჰურა-მაზდას, ბრძენ უფალს, ყოველგვარი სიკეთის, სინათლისა და ჭეშმარიტების წყაროს.
სპარსელები თვლიდნენ, რომ სამყარო აჰურა მაზდასა და მის მოწინააღმდეგეს, ანგრა მაინიოს ანაჰრიმას, ბოროტებისა და ქაოსის განსახიერებას შორის ბრძოლის არენას წარმოადგენდა. და რაც მთავარია, თითოეული ადამიანი ამ ბრძოლის ცენტრში იყო და არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ბედნიერება ზოროასტრიზმის თანახმად არ იყო პასიური საჩუქარი ან დამსახურება, ის იყო სამი წმინდა პრინციპის სასარგებლოდ აქტიური არჩევანის შედეგი, ჰუმატა კარგი აზრები. ჰუხტა კარგი სიტყვები. ხვაშტა კეთილი საქმეები. სპარსელები თვლიდნენ, რომ როდესაც სიკეთის შესაბამისად ფიქრობ, ლაპარაკობ და მოქმედებ, არა მხოლოდ აჰურა მაზდას ეხმარები მსოფლიოში ბოროტების დამარცხებაში, არამედ შენს ბედნიერებასაც ქმნიაქ დედამიწაზე. ბედნიერება მორალური იმპერატივი და ეთიკური პროექტი იყო. ეს იყო დამსახურებული კეთილდღეობა, რომელიც მაშინ მოდიოდა, როდესაც შეგნებულად აქცევდი სამყაროს უკეთეს ადგილად. ბევრი უძველესი რელიგიისგან განსხვავებით, რომლებიც ამ ქვეყნიურ ცხოვრებას ტანჯვად ან ილუზიად თვლიდნენ, ზოროასტრიზმი სიცოცხლის დამადასტურებელი იყო. ისინი აფასებდნენ ამ სამყაროს, მის სილამაზეს და მის კურთხევებს. ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთს სურს, რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები, აყვავებულები და ტკბებოდნენ თავიანთი მართალი შრომის ნაყოფით. ეს იყო აქტიური ოპტიმიზმის რელიგია. ისინი არ ემხრობოდნენ ასკეტიზმს ან სამყაროს სრულ უარყოფას. პირიქით, წახალისებული იყო ქორწინება, შვილები, სოფლის მეურნეობა და კეთილდღეობა. ბედნიერება დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასთან და შემოქმედებითობასთან. სიზარმაცე, ტყუილი და უსარგებლოობა ბოროტების მოკავშირეებად ითვლებოდა და ისინი ბუნებრივად უბედურებამდე მიჰყავდათ. შრომის მოყვარეობა, პატიოსნება და სარგებლიანობა სიკეთის მოკავშირეები იყო, რაც სიხარულამდე მიგვიყვანდა. გაითვალისწინეთ შეგნებული განზრახვის ძალა. ყოველ ჯერზე, როცა შურს კეთილ აზრს, კრიტიკას კეთილ სიტყვას ან მოქმედობას კეთილ საქმეს არჩევთ, თქვენ უბრალოდ მორალურ აქტს არ ასრულებთ, თქვენ აქტიურად ინვესტირებთ საკუთარ გონებრივ და სულიერ კეთილდღეობაში. სპარსელები თვლიდნენ, რომ ეს არჩევანი გროვდებოდა, ქმნიდა კარგ კარმას და ბედნიერ არსებობას უზრუნველყოფდა. ეს პრინციპი მათ მიზნის სიცხადეს აძლევდა. არ არსებობდა ეგზისტენციალური ეჭვი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ ისე, რომ გაეზარდათ სინათლე სამყაროში. ეს მარტივი, მაგრამ ღრმა მისია მათ ცხოვრებას აზრით ავსებდა, ხანგრძლივი ბედნიერების ძლიერ წყაროდ აქცევდა. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, იგრძნოთ ეს ცოცხალი, სუფთა ენერგია. წარმოიდგინეთ პატარა, გამჭვირვალე ალი, რომელიც თქვენს თავში იტვის, ეს არის თქვენი არჩევანი სიკეთისთვის. არ არის აუცილებელი იყოთ სრულყოფილი, თქვენ უნდა ეცადოთ. ამ ძალისხმევაში, ამ ყოველდღიურ შეგნებულ ძალისხმევაში იმალება სპარსული ბედნიერების საიდუმლო. როდესაც დასაძინებლად მიდიხართ, უბრალოდ ნუ გამორთავთ ენერგიას. შეეცადეთ სწრაფად შეაფასოთ თქვენი დღე ჰუმატის, ჰუხტის, ხვაშტის პრიზმით. თქვენი აზრები, სიტყვები და ქმედებები დღეს სინათლისკენ იყო მიმართული. თუ ასია, იგრძენი ღრმა დამსახურებული კმაყოფილება. თუ არა, მშვიდად მიიღე ეს და გადაწყვიტე, რომ ხვალ უკეთესი გახდე. ბედნიერება არის ბრძოლა, რომელსაც ყოველი კარგი არჩევანით იგებ. სპარსეთის მზიანი, ეთიკურად ორიენტირებული სამყაროდან სამხრეთით აღმოსავლეთ აფრიკის მაღალ პლატოზე, აქსუმის სამეფოში გადავდივართ, რომელიც თანამედროვე ეთიოპიის წინამორბედი იყო. სავაჭრო გზებისა და კულტურების გზაჯვარედინზე მდებარე ამ ცივილიზაციამ ბედნიერების საიდუმლო ღრმა სულიერებაში და წინაპრების სიბრძნესთან და უძველეს ტრადიციებთან ულღო კავშირში იპოვა. წარმოიდგინეთ თავი ლალბელაში, კლდეში ნაკვეთ ეკლესიებს შორის, სადაც ჰაერის ავსეა საკმევლის სურნელით და უძველესი გალობის გამოძახილით. აქ, სადაც ტრადიციები ქრისტიანობამდელ ხანას აღწევს და შემდეგ ადრეულ ქრისტიანობასთან ერწყმის, ბედნიერება უწყვეტობასა და კურთხევად იგრძნობოდა. აქსუმის და შემდგომში ეთიოპიის ცივილიზაციის ბედნიერება ღრმად იყო ფესვგადგმული მათ მიწაში, მათ რწმენასა და ისტორიაში. მაშინ, როდესაც სხვა ცივილიზაციები ბედნიერებას ინოვაციაში ან დაპყრობაში ეძებდნენ, აქ ის შენარჩუნებასა და გამეორებაში იპოვეს. საუკუნეების განმავლობაში გადაცემული რიტუალები და ტრადიციები ადამიანებს არასტაბილურ სამყაროში სტაბილურობის განცდას აძლევდა. იმის ცოდნა, რომ ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც მათი ბებია ბაბუები და დიდი ბებია ბაბუები და რომ მათი ცხოვრების წესი დროის გამოცდას გაუძლოს, სიმშვიდის უდიდესი წყარო იყო.
მათი კეთილდღეობის გასაღები წინაპრების სიბრძნისადმი ღრმა პატივისცემა იყო. ითვლებოდა, რომ წინაპრები არ გარდაიცვალნენ, არამედ აგრძელებდნენ საზოგადოების ცხოვრების დაკვირვებას და მასზე გავლენის მოხდენას. სწორი საქმის კეთება ნიშნავდა იმის კეთებას, რასაც მათი წინაპრები მოიწონებდნენ და ეს ავტომატურად იწვევდა სოციალურ მოწონებას და, შესაბამისად, პირად ბედნიერებას. ადამიანის შინაგანი კომპასი განუყოფელი იყო კოლექტიური მეხსიერებისგან. აქსუმში ისევე როგორც ინკების იმპერიაში საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ბედნიერება არ იყო ინდივიდუალური პროექტი, არამედ კოლექტიური მდგომარეობა. ურთიერთდახმარება, კეთილშობილება, სტუმართმოყვარეობა ეს ყველაფერი არ იყო უბრალოდ სოციალური ნორმები, არამედ სულიერი მოვალეობები, რომლებიც მხარს უჭერდა სოციალურ წესრიგს. ქრისტიანობის ადრეულმა გავრცელებამ მხოლოდ გააძლიერა ეს აქცენტი სულიერებასა და მორალზე. მან თან მოიტანა ხსნისა და მარადიული ნეტარების კონცეფცია, რომელიც მიიღწევა მართალი ცხოვრებით, რწმენით და კვლავ ტრადიციების დაცვით. ეს რწმენა არა მხოლოდ მომავლის იმედს, არამედ წარმოუდგენელ მოთმინებასა და სიმტკიცეს აწმყოშიც იძლეოდა. აქსუმის ძირითადი გაკვეთილები, ტრადიციის ღირებულება, განსაზღვრეთ თქვენს ცხოვრებაში ტრადიციები და რიტუალები, რომლებიც გაძლევთ სტაბილურობისა და წარსულთან კავშირის განცდას. ეს შეიძლება იყოს ოჯახური რეცეპტი, დღესასწაულის აღნიშვნის გზა, ან უბრალოდ ყოველდღიური რუტინა. წინაპრულის სიბრძნე, გააცნობიერებთ, რომ ცხოვრებას ნულიდან არ იგონებთ. შეხედეთ გაკვეთილებს, რომლებსაც თქვენი მშობლები, მასწავლებლები ან კულტურული გმირები გასწავლიან. მათ გამოცდილებაში ნუგეშის მომცემის სიბრძნეა. სულიერი ფესვები, იპოვეთ თქვენი ღრმა სულიერი კავშირის წყარო ისეთი, რომელიც მოგცემთ მუდმივობისა და მნიშვნელობის განცდას ყოველდღიური ცვალების მიღმა. მიეცით საკუთარ თავს საშუალება იგრძნოთ ეს ღრმა, საუკუნოვანი კავშირი. წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანების გრძელი, უწყვეტი რიგის ნაწილად, რომლებსაც უყვარდათ, იტანჯებოდნენ და სიმშვიდეს პოულობდნენ ისევე, როგორც თქვენ ახლა ხართ. ეს აზრი გამორიცხავს იზოლაციისა და სიახლის განცდას, რომელიც ხშირად იწვევს შფოთვას. აქსუმის ბედნიერება კლდესავით მყარი იყო. მასზე გავლენას არ ახდენდა ეკონომიკის ან პოლიტიკური ცვლილებების ახირებები, რადგან ის შინაგანი და მარადიული იყო. ის იმ ცოდნაში მდგომარეობდა, რომ თქვენ სწორად ცხოვრობდით, წარსულის მცნებების შესაბამისად და კურთხეული მომავლის მოლოდინში. დასვენებისას იგრძენით თავი ამ გრძელი, მშვიდობიანი ისტორიის ნაწილად. ახლა ჩვენ ყველაზე შორეულ, ყველაზე ეგზოტიკურ ნახტომს გავაკეთებთ პოლინეზიური კულტურების უსაზღვრო ლურჯ სამყაროში, ჰავაიდან ახალ ზელანდიამდე, ტაიტიდან აღდგომის კუნძულამდე. აქ, ოკეანით გარშემორტყმულ კუნძულებს შორის, ბედნიერების საიდუმლო მანასწმინდას, სიცოცხლის მომცემი ძალა გაგებასა და მართვაში და ტაბუს წმინდა აკრძალვების დაცვაში იმალებოდა. ამ ხალხებისთვის ბედნიერება სულიერი სრულყოფისა და ბუნების ძალებთან ჰარმონიის მდგომარეობა იყო. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ზიხართ, სადაც ტალღები ნაზად ეხებიან თეთრ ქვიშას და ჰაერი სავსეა ტიარის ყვავილების სურნელით. პალმის ხეები თქვენს თავზე ირხევა. ამ სამყაროში ოკეანით გარშემორტყმულს ადამიანები ერთდროულად თავს პატარად და წარმოუდგენლად დაკავშირებულად გრძნობდნენ უზარმაზარ, სულიერ ძალებთან. მანამ მთავარი ცნებაა. ეს არის უხილავი, მაგრამ ხელშესახები სულიერი ძალა, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანებში, განსაკუთრებით ლიდერებში, მეომრებსა და ბატონებში, საგნებში და წმინდა ადგილებში. რაც უფრო მეტი მანა გქონდათ, მით უფრო ძლიერი, წარმატებული და ბედნიერი იყავით. ბედნიერება არსებითად სასიცოცხლო ენერგიის მაღალი დონე იყო. მანას აგროვებდით სწორი ქმედებებით, რიტუალების დაცვით, თქვენს ხელობაში ოსტატობის დემონსტრირებით. პირიქით, ტაბუები იყო მანას დასაცავად შექმნილი წესები და აკრძალვები. თუ ტაბუს დაარღვევდით, უბრალოდ შეცდომას არ უშვებდით, რისკავდით მანას დაკარგვას ან სულებისა და ღმერთების რისხვას. ტაბუების დაცვა თვითდისციპლინისა და წმინდას პატივისცემის აქტი იყო. ნათელი ტაბუებით მართული ცხოვრება გამორიცხავდა ორაზროვნებას და ადამიანს აძლევდა გონებრივ სიცხადეს. მათ იცოდნენ, რა იყო და რა არა და ეს სიცხადე ხელს უშლიდა შფოთვას და დანაშაულის გრძნობას. პოლინეზიური ბედნიერება მჭიდრო კავშირში იყო ოკეანესთან ურთიერთობასთან. ოკეანე არ იყო დაბრკოლება, არამედ გზა და სიცოცხლის წყარო.
ნავიგაციის ოსტატობა, ვარსკვლავებისა და დინების ცოდნა, კანოების აგების უნარი, რომლებსაც შეეძლოთ უზარმაზარი დისტანციების გავლა, ეს ყველაფერი ზრდიდა მანას და აძლევდა სიამაყისა და კომპეტენციის გრძნობას. კიდევ ერთი ასპექტი იყო იერარქიისა და ტრადიციების ღრმა პატივისცემა. ბელადებს ალი ჰქონდათ უდიდესი მანა და მათი თაყვანისცემა აუცილებელი იყო მთელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის. თითოეულ ადამიანს ჰქონდა თავისი ადგილი და ამ სტრუქტურაში თავისი როლის სათანადოდ შესრულება კმაყოფილებას მოჰქონდა. ინკების მსგავსად ეს ბედნიერება კოლექტიურ სტრუქტურაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ აქ ის ძლიერი სულიერი ძალით იყო შეფერილი. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მანას კონცეფცია თქვენს ცხოვრებაში გამოიყენოთ. რას აკეთებთ, რაც ზრდის თქვენ სიცოცხლის უნარიანობას? ეს შეიძლება იყოს კრეატიულობა, ფიზიკური ვარჯიში, სხვების დახმარება, ან უბრალოდ მშვიდი, ფოკუსირებული დასვენება. ეს არის თქვენი ძალის დაგროვება. პოლინეზიის ძირითადი გაკვეთილები, განავითარეთ მანა, შეგნებულად ჩაერთეთ ქმედებებში, რომლებიც გაძლიერებთ, ხდით უფრო ოსტატურს და უფრო სრულყოფილს. მოერიდეთ ქმედებებს, რომლებიც თქვენს ენერგიას შთანთქავს. დაიცავით თქვენი ტაბუები, დაადგინეთ საკუთარი თავისთვის მკაფიო წითელი ხაზები, მორალური, ფიზიკური, ემოციური მათი დარღვევა უბედურებას იწვევს. ამ საკითხებში დისციპლინა თავისუფლებას მოაქვს. პატივისცემა ოსტატობის მიმართ, იპოვეთ კმაყოფილება თქვენი ხელობის განვითარებაში, იქნება ეს სამუშაო, ჰობი თუ უბრალოდ კარგი ადამიანის ყოფნის ხელოვნება. დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ მიედინება თქვენში სიცოცხლის ძალის ნაკადი. ის შეიძლება იყოს ისეთივე ნაზი, როგორც ზღვის ნიავი, ან ისეთივე ძლიერი, როგორც ოკეანის ტალღა. გააცნობიერეთ, რომ თქვენ აკონტროლებთ ამ ნაკადს. შეგიძლიათ შეავსოთ ან გააქროთ. აირჩიეთ მისი შევსება. ამ არჩევანში დევს პოლინეზიელი ხალხების ძალა და ბედნიერება. ჩვენი გრძელი მედიტაციური მოგზაურობა დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ კონტინენტები და ეპოქები, მოვისმინეთ ბრძენთა მეომრების, ფილოსოფოსებისა და მომთაბარეების ჩურჩული. ნილოსიდან ანდებამდე, ჩინური ბაღებიდან პოლინეზიურ ლაგუნებამდე ყველა დიდმა ცივილიზაციამ ეძებდა პასუხს ერთსა და იმავე კითხვაზე: რა არის ბედნიერება და როგორ შეიძლება მისი მიღწევა? ახლა ჩვენ უნდა შევკრიბოთ სიბრძნის ეს უძველესი, განსხვავებული ძაფები ერთ დამამშვიდებელ ტილოზე და გამოვიყენოთ ეს საიდუმლოებები ჩვენი თანამედროვე კეთილდღეობისთვის. გადახედეთ უკან და მიეცით საშუალება მოსმენილ გაკვეთილებს გაერთიანდნენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბედნიერების ერთიანი, უნივერსალური საიდუმლო არ არსებობს, არამედ არსებობს ფუნდამენტური, განმეორებადი პრინციპები, რომლებიც აღემატება დროსა და კულტურას. ერთი, ბალანსი და წესრიგი. ჩვენ დავიწყეთ ეგვიპტით და მისი მაატით ბალანსი, სიმართლე, სამართლიანობა და დაუბრუნდით ჩინურ დაოს ბუნებრივ გზას. ბედნიერება იწყება შინაგანი და გარეგანი წესრიგის შექმნით. როდესაც თქვენი ცხოვრება სწორად და დაბალანსებულად გრძნობთ თავს, სუხილზე დახარჯული გონებრივი ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა ქრება. ეს არის შინაგანი სიმშვიდე, რომელიც მთლიანობაშია ფესვგადგმული. 2. მოვალეობა და მნიშვნელობა. მესოპოტამიამ გვასწავლა, რომ ბედნიერება მოვალეობის შესრულებით და იმის განცდით მოდის, რომ რაღაც უფრო დიდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. ინკებმა ეს გააძლიერეს თავიანთი კონცეფციებით აინის ურთიერთგაგება და აირის საზოგადოება. ბედნიერება არის კოლექტიური პროდუქტი, რომელიც იბადება წვლილისა და კუთვნილების გრძნობისგან. 3. შინაგანი ძალა და სიმტკიცე. ბერძნებმა ევდაიმონია და რომაელებმა სტოიციზმი გვაჩვენეს, რომ ბედნიერება ხასიათზე დაფუძნებული მიღწევაა. გარეგანი მოვლენების კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებ შენს განსჯას და რეაქციებს. სტოიციზმი მოგცა ინსტრუმენტები, რათა ავაშენოთ შინაგანი ძალა, რომელიც ურყევი იქნება ბედისწერის წინაშე ვიკინგების სურდი. 4. ციკლებისა და თავისუფლების მიღება. მაიას ტომმა გვასწავლა დროის ციკლური ბუნების მიღება, ხოლო სკვითები და დაოსები აფასებდნენ თავისუფლებას და სიმარტივეს. ბედნიერება ხშირად ნიშნავს იმაზე კონტროლის გათავისუფლებას, რაც უნდა განხორციელდეს და სიხარულის პოვნას მომენტის სიმარტივეში, ზედმეტი მატერიალური ან გონებრივი ბარგის გარეშე. 5. სულიერი გაჯერება და სიკეთე. სპარსელები ზოროასტრიზმი მოგვიწოდებდნენ აქტიურად ავირჩიოთ სიკეთე, კარგი აზრები, სიტყვები, საქმეები.
პოლინეზიელებმა მან აჩვენეს, რომ ბედნიერება არის სიცოცხლის უნარიანობის დაგროვება ოსტატობისა და წმინდა წესების დაცვის გზით ტაბუ. აქსუმი ხაზს უსვამდა ტრადიციისა და წინაპრების სიბრძნის ღირებულებას. ბედნიერება არის მორალური პროექტი, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ, შეგნებულ შრომას. სინთეზი თანამედროვე ადამიანისთვის, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ბედნიერების უძველესი საიდუმლოებების შემდეგში მდგომარეობს, იყავი როგორც მდინარე ტაო, იმოძრავე მინიმალური წინააღმდეგობის გზაზე, მიიღე ის, რაც არის. იყავი როგორც ცეცხლის ზოროასტრიზმი, იწვი კეთილი განზრახვების კაშკაშა შუქით, განწმინდე საკუთარი თავი და სამყარო. იყავი როგორც ქვა სტოიციზმი, შეინარჩუნე შინაგანი სიმშვიდე, როდესაც გარეგანი ქარეშხლები მძვინვარებს. იყავი როგორც საზოგადოება ინკები შუმერები, იპოვე შენი აზრი და ბედნიერება მსახურებასა და ურთიერთდახმარებაში. შენი თანამედროვე ბედნიერება ამ უძველესი გზების სინთეზია. ეს არ არის იღბლის პასიური ლოდინი, არამედ აქტიური პრაქტიკა, რომელიც სავსეა წესრიგით, პატიოსნებით, მდგრადობით, სიმარტივითა და მნიშვნელობით. ახლა, როდესაც ეს ხანგრძლივი და ღრმა ძიება დავასრულეთ, გათავისუფლდით დაძაბულობისგან. მიეცით საშუალება ყველა ამ დიდ იდეას, ყველა ამ ძლიერ ხატს მაატის ოქროსფერი ბუმბულიდან ძლევამოსილ მანამდე ნაზად დამკვიდრდეს თქვენს ცნობიერებაში. იგრძენით, როგორ გარდაიქმნება ამ ათასწლეულების სიბრძნის სიმძიმე მსუბუქ, ხაეროვან ღრუბელად. თქვენ ისწავლეთ, რომ ბედნიერებისთვის არ გჭირდებათ ფარაონი, ბრძენი ან მეომარი იყოთ. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ. იყავით აქ, ამ მომენტში, თბილად და უსაფრთხოდ. ღრმად ისუნთქეთ. იგრძენით, თუ როგორ მოგაქვთ თითოეული ჩასუნთქვა სიცოცხლის უნარიანობის ახალ მარაგს, ახალ მანას და თითოეული ამოსუნთქვა ხსნის წუხილისა და შფოთვის უსარგებლო ტვირთს. რომაელი სტოიკოსის მსგავსად, გათავისუფლდით ყველაფრისგან, რისი კონტროლით არ შეგიძლიათ. ჰარაპანელი იოგის მსგავსად, იპოვეთ სიმშვიდე თქვენი სხეულის სიმშვიდეში. ძველი ჩინელების მსგავსად, მიეცით საშუალება ყველაფერს უბრალოდ იყოს, ტაოს დინებასთან ერთად მიედინებოდეს. შესაძლოა, დღეს სამყარო ქაოტური ჩანდეს, მაგრამ თქვენ სიღრმეში უძველესი, ურყევი წესრიგი იმალება. ეს წესრიგი ცნობილი იყო შუმერებისთვის, ეგვიპტელებისთვის და ინკებისთვის. ახლა კი ის თქვენთვის ცნობილია. თქვენ მარადიული ციკლის ნაწილი ხართ, დიდი ისტორიის ნაწილი. დახუჭეთ თვალები, თუ ისინი უკვე არ არის დახუჭული და იგრძენით, როგორ გიმძინდებათ ქუთუთოები და როგორ უწონდებათ სხეული. ბედნიერება უკვე აქ არის, ის თქვენს მიერ ახლახან შექმნილ სიმშვიდეშია. ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი თავის ადგილზეა. დაისვენეთ.